ახალციხეში საბავშვო ბაღში დაღუპული 2 წლის ბავშვის ოჯახი შოკიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მცირეწლოვნის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც აცხადებს, რომ ისინი არიან გაუგნებულები გამომდინარე იქიდან, რომ 2 წლის ბავშვს არ ჰქონია ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა და მეტიც იმ საბედისწერო დღეს, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა, დღის პირველ ნახევარში, როდესაც დედა მის საბავშვო ბაღში დატოვა, ის იყო კარგხასიათზე, ენერგიულად და როგორც ბავშვის ოჯახის წევრი გვიყვება საბავშვო ბაღში. ითამაშა კიდეც მის თანატოლებთან ერთად, შემდეგ კი უკვე საკვები მიირთვა, რის შემდეგაც უკვე ძილის დრო მოვიდა ბავშვების და უკვე ამის შემდეგ სულ ცოტა ხანში საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღმზრდელმა უგონო მდგომარეობაში ნახა 2 წლის ბავშვი, გამოიძახეს, რა თქმა უნდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლა 2 წლის მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრები ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას პასუხი, თუ რამ გამოიწვია 2 წლის ბავშვის გარდაცვალება. ბავშვი იყო ჯამრთელი, არ ყოველ შემთხვევაში არაფერი აწუხებდა ბავშვს. არანაირი ტემპერატურა, არანაირი ხველა, ენერგიით სავსე. და 2 წლის ბავშვი 5 წლისას გავს ლამი სიმხელა ბავშვია და ვერ იქნებოდა ესეთი ბავშვი, რა თქმა უნდა, რამე პრობლემა რო ყოფილიყო. წავიდა აბსოლუტურად ხალისიანად, ღიმილიანად, არ ვიცი. პედაგოგიც ამას ამბობს, ხალისიანად, ღიმილიანად მიირთვა საჭმელი, ითამაშა, დავაძინეთ და მე რა მოხდა არ ვიცით. ბავშვის დედამ გაიგო საღამოს 5:30 დაახლოებით ვამბობ რა, როცა სადაც ბავშვი იყო იმ ბაღიდან დაურეკეს. ეს იყო საღამოს 5:30 დაახლოებით. როგორც ჩვენ ვართ შოკში, ასე შოკშია ბაღის აღმზრდელიც, ბაღის გამგეც და ყველა იქ მყოფი. ყველა შოკში ვართ. აზრზე არა ვარ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო დაძინებული ბავშვი, რო არ გამოვიდა და დროზე არ მიხედეს, მივიდნენ და უკვე აღარ იყო ბავშვი. დაიღუპაო ჯერ ასე დაღუპულა ბავშვიო და მე არ ვიცი, მე რა ვიცი რა უნდა კითხო მაგ დროს, არავინ არაფერი არ იცოდა ფაქტიურად. ამ ძელებიც აი შოქში იყვნენ, არაფერი არ უთქვამთ, ისეთი ძალიან კარგი ძეძებიც არიან და ყურადღებიანები და რა ვიცია. არა მგონია მსგავსი რამე რო ანუ ყურადღებობით ან რაღაცით რამე დამართოდა ბავშვი. კერძო საბავშვო ბაღი ახალციხეში, სადაც 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა, დალუქულია. დღეს აქ სასწავლო აღმზრდელო პროცესი არ განახლებულა. რაც შეეხება ექსპერტიზას, ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, საბოლოო პასუხი თუ რამ გამოიწვია 2 წლის ბავშვის გარდაცვალება, დაახლოებით 1 თვის ვადაში გახდება ცნობილი.